ოდეს მე გადარჩენილ ხართ დაწყევლილ ტყეში. ყოველი ნაბიჯით ტყის სიღრმეში შედიხართ. ყოველი შრიალი საშინელებით გავსებს. დედა! მაგრამ ეს არ არის ყველაზე ცუდი. ისინი ყოველთვის გიყურებენ. შენ მოხვდი მათ საკუთრებაში, მათ ტყეში და ისინი ამით კმაყოფილები არ არიან. მოემზადე შიშისა და დაძაბულობის სამყაროში ჩაძირვისთვის. სასურველია ყურსასმენებში მოსმენა. აი ასეთი ულამაზესი ადგილიდან ვიწყებთ. ძალიან ლამაზი ტყე არის. და აქ ინვენტარში მაქვს რაღაც ტოტემი, არ ვიცი რას ნიშნავს. გვაქვს ასეთი კამერა, იმისთვის რომ რაღაც უცნაურ. აქ რამხელა სახლი ყოფილა. აბა შეხედეთ, ეს რა სახლია? მოკლედ, აქ გვაქვს ესეთი კამერა და შტატივი, შეგვიძლია დავდგათ კამერა. აი ესე, როგორ გადავიღო, მაგალითად აი ეს. შეგვიძლია დავაზუმო და უნდა გადავიღო. მაიცა. როგორ გადავიღო? მივხვდი მაიცა. ელემენტი ჩავდე. მეც ვარ აქ. სახარლოვა. აი ესე. სახარლოვა. სურათი გადაღებული გვაქვს. მივხვდი. აქ ერთი სურათი, 16 სურათი ეტევა მოკლედ ამ ფირში. ეს რა არის, არ ვიცი. ალბათ გადიდება რაღაც შეიძლება, როგორც მივხვდი. არ ვიცი, მოკლედ. ეს კამერა იმისთვის გვეძლევა, რომ რაღაც უცნაურობები გადავიღოთ. რაც ხდება ამ სფუქი ტყეში. ძალიან არ მინდა ამ ტყეში მისვლა ეხლა. არ მინდა ჩასვლა. და რაღაც მოდი აყენია, რომ ეხლა ჩემ თავს ვხედავ. ცოტათი უცნაურია, რადგან აი ესე რო ვიხედები, ჩემ ხარს ვხედავ და ძალიან უცნაურია. არ ვარ მაგასთან მიჩვეული. აი ეს სახლი რო არის, როგორ ფიქრობთ? შევიდე? ეშინია ძალიან. არა, ჩონჩხებს ვხედავ შიგნით. არა, არ მინდა. მადლობთ. ჯერ ამისთვის არ ვარ მომზადებული. აი აქ მინდა ჩავიდე და ხით რო დავიწყოთ, ცოტა ხე უნდა მოვჩეხო. დედა, ძალიან ბეშიდია. და ძალიან მთაზე გავჩდი სადღაც. ეხლა სანამ ჩავალ. აუ, ჩემ თავს რო ვხედავ ძალიან უცნაური. ეს ხმა გესმით? მე რაღაც იწვის რა არის? ნახშირი ვიპოვე. ეს რა არის? რა არის ეგ? რო გადავიღო? ესე ჩემ რაღაცას ვხედავ უცნაურს და მე რამდენჯერ გადავიღე კი, მაგრამ არ ვიცი რაღაც განათებები არის და სიბართლე გითხრათ, არ ვიცი რა არის. როგორი ხმებია ტყეში რო შევედი. ის ვიღაცის სულია თუ რა არის, არ ვიცი. დასგა გავაკეთე. უცებ მინდა გამოვთხარო ეს ნახშირიც. ძალიან ისეთი ხმა არის მართლაც. მოკლედ აქ ეს ტოტემს თუ რაღაცა ჯერ აქ დავდგავ, რომ შემთხვევით არ გამოვიყენო, რადგან ეგ ღმაკლია. მოდით ეხლა გავაკეთოთ ნორმალური წერაქვი, ნიჩაფი, ხმალიც დაგჭირდება. და ნაჯახისთვის არ მყოფნის. დედა, ეს რა ხმა იყო? ხის დამტვრევის ხმა მომესმა. მეთი არაფერი არ იქნება. შემდეგ წყნარად გავაგრძელე ნახშირის მოპოვება. მშვენიერია, რომ ნახშირი მაინც მაგ ფაკელებს გავაკეთებ. რაღაც ზამბნელა, რატო ბნელაზე? მზე ჩადის თუ რა ხდება? ხამია. ჩონჩხის ხმა მესმის, ხამაკლია. სადაა ჩონჩხის ხმა მესმის და სადაა ვერ ხვდები. მაგრამ სადღაც აქ იქნება. არ მინდა მაგასთან ბრძოლა, არ ვარ მზად მაგისთვის. ცოტა ჩუმად. დედა! ვაიმე! ეს რა არის? დაინახეთ! დედა, წავედი აქედან. წავედი აქედან, დავახვევ. წავედი აქედან. გადი! ვერ არის ეს ჩონჩხი, კაცო! ცოტა ხანი აქ ვიქნები. საჭმელიც არ მაქვს, ამიტომაც სიცოცხლე არ მემატება. დედა. ვისი ხმები მესმის? რა ხდება?
ვაიბო აქ? ჩონჩხი ეგ დამპალი. საჭმელი უნდა ვიპოვო ხალხნო. ვცდილობ ძაჭვა თავიდება რა. იცით რა, არ გამომდის. ჩუმად ნამდვილად არ გამომდის. დედა ვინ არის? ვინ არის? ვაიმე! ვიღაც სიარულის ხმამის მოდი და მე ვიღაც გაჩნდა. სტივი იყო? სტივს არ გავდა ისი, მინდა გითხრათ. არ გავდა. დედა, ეს მიჭამი ფეხებიანი! ეს რა არის? From the woods მოკლა მარსელინი. Click me. ჩემ ფეხებში ვარ. დავაკლიკო როგორ ფიქრობთ? კაი? კაი, დავაჭირე? დავაჭირე, არაფერი არ ხდება. ფუ, არ ვიცი, მოკლედ არ ვიცი. ძალიან სახიფათო ტყე ყოფილა, ეგრევე მოვკვდი. ეგრევე მოვკვდი და სად ვიყავი, მე რა ვიცი. მეგობრებო, ჩემი ნივთები ვიპოვე. ვაიმე კრიპერს ვხედავ. არასწრაფად უნდა ავიღო ნივთები და წავიდე აქედან დავახვიო. დედა. დედა. რაჭი ფეხები ხდება? რაჭი ფეხები ხდება ამ ტყეში? ძალიან კრიპი მუსიკა მესმის. ძალიან კრიპია და აქ არ მინდა ყოფნა. ის რა არსება იყო ასეთი? დედა? არა. გადაღება რომ ვერ მოვასწარი. რა ლაბაზი კადრი. დედა დავარდი ბიჭო. ამას გადავიღებ. სამომავლოდ ხო ხვდებით ახლა და არავინ გაჩნდეს, არ დამღუპოთ ახლა. ვიღაცას თუ დავინახავ, ეგრევე ჩავრთავ კამერას და გადავიღებ. ყველაფერი უცნაური რაც ხდება ამ ტყეში, უნდა დავაფიქსირო ამ კამერით, მაგიტომაც გვეძლევა. ვინა, ვაიმე კრიპერი? კრიპერი არ გვინდა? მუსიკა გაჩნდა. ვაიმე კრიპერ? დედა? რა ხმები დაიწყო, კაცო? დედა. სიარულის ხმა მესმის. არ სად? კრიპერია, კაცო? რა ჭკვიადია, კაცო, რა ჭკვიადია? აბისაბა ფეთქა. ხალხო, აბისაბა ფეთქა. გათენდა ლამაზად. ვაიმე რა ლამაზი ტყი არის. დღისით აქ მომწონს მინდა გითხრათ, მაგრამ ღამით ჩონჩხს ხედავ, ეგ მაკლია. რაღაც ძალიან ჭკვიანი მობები არიან. არ მომწონს ეგ. კაი, ჩავიდეთ. ძალიან მთებია აქ ყველგან რა, იქით აქეთ მიწევს ასვლა და ჩამოსვლა და ვიღალე. საჭმელი უნდა ვიპოვო სადღაც და ბეკეკები. ძალიან არც ცხოველები არ არიან, არაფერი. ძალიან უსაური ტყე არის. ვაიმე. ვაიმე! ვერ მოვასწარი გადაღება. ჯანდაბა ყველაფერი დამიბნელდა. ვაიმე. ისეთი ტყე არის, რომ გამოძრავებაც არ მინდა. ზედმეტად გამოძრავება არ მინდა. ვიღაცა მithვალთვალებს ვგრძნობ ამას. ვაიმე, რა ლაბაზია. როგორ არ გადავუხო ამ სილაბაზეს, ახლა ვითხარით. სამახსოვრო კადრებია. თევზი ხო არ შევჭამო. თევზი მაინც დედა. ეს უბრალოდ ხის დამტვრევის ხმა არის. მეტი არაფერი ისეთი. კიდე ხესაც მოვჩეხავ. სახლი რო ავაშენო მერე სადმე. რამე ცოტა ისეთი გაშლილი ადგილი მინდა რომ სახლი ავაშენო მან. ესეთ გაუვალ ტყეში არ მინდა აშენება. ხო ხვდებით ახლა. მეშინია რომ ის ვიღაც გამეჩითება სახის პირდაპირ. რა ლაბაზი ადგილებია. ხო თევზი. თევზს მოვკლავ მაინც საჭმელი მჭირდება. დედა? მაინც ვერ ჯანდაბა, რა გადავიღე? ხაერში დაფრინავ და პროსტა. რა არსება ეგეთი, ვერ მივხვდი. შახტა, საკმაოდ დიდი შახტა. ესე რომ ავიდე, დაუშვათ. ვაიმე, რამის ჩავარდი? სად ვარ? რა მთიანი ადგილი არის, კაცო? სგოდია რომ უკად დგას ვიღაცა. კამერას დავიჭერ მაინც. ვაიმე, გული გამისკდა, ეს ვიდარი. შევიხარ პატარა. გული გამისკდა მეთქი ვიღაცა იდგა მონსტრი. დედა, არა.
კიდე ვიღაცა სიარულის ხმა მისმის. ჩემ თავზე არ მაქვს საუბარი. ადგილს ვეძებ სახლის ასაშენებლად. რაც უფრო მალე ავაშენებ სახლს, მით უფრო მალე ვიქნები დაცული, ხო და ისე აღარ მოვკვდები როგორც წინაზე მოხდა. Sorry ხორო, გადარჩენაზე ვარ. ფიგიკა ვიპოვე. ფიგიკა. საწოლი რო გავაკეთო, ხო? აუ, ეგეც უნდა მოუკლა. I'm sorry. საწოლს გავაკეთებ და სპაუნის ადგილს აქ მოვნიშნავ. ჩემი ქუალი სად არის? აუ, ქუალი არა მიღია, სადღაც ეგდო ეტყობა მანდ. კაი, საჭმელს გავიმზადებ ცოტას. აქ რანაირი ბიომი არის, კაცო. გონი კარგი ადგილი ვიპოვე. სახლის ასაშენებლად, ცოტათი ისეთი გარშემო კი ტყე არის, მაგრამ აქ შუაში მაინც არ არის. აქ ცოტათი მიწას გავასწორებ და დავიწყე სახლის აშენება ამ უღრან ტყეში. ხე რო არის ცოტათი წყნარად გუზნობ თავს. ეს ბუნების ხმებიც უფრო მაწყდარებს. აქ ჯერ არ ვიცოდი რა მელოდებოდა წინ. ერთი ცული მაქვს სახლი ავაშენე და ცოტათი დაცულად ვიგრძნო თავი, ასე რომ დედა რისი ხმა იყო, ესე დიდ სახლს ავაშენებ. ვფიქრობ, ესე მეყოფა. მე ხედა მიმთავრდა, კიდე უნდა მოვჩეხო. კაი ხანია ის ვიღაც არ გამოჩენილა და რაღაც მაშინებს იცით? კაი ხანი რო არ არის, მე უცებ გაჩნდება. როცა არ მოველოდები ამას. კარი გავაკეთოთ. ფანჯრები მაინც არ მაქვს. კარი რა მინდა არ ვიცი. აბა, კარი მაქვს. მაგრამ დარჩენი არაფერი არ მაქვს. და ქვიშა უნდა ვიპოვო, რომ ფანჯრები გავაკეთო რამენაირად. ვაფშე იცი რას ვიზამ? აი აქ შუაში დავდგავ კამერას. რაღაც დადის და ვერ ხვდები, ანუ ის თხა არის თუ ვინ. იმედია ის გიჟის ტივი ამ ტყის სული არ არის. თორემ მაგის ტყეს რო ჩეხავ დამერხევა. აი ესე ცოტა სახლს გავს უკვე არა? გარეთაც დავანთებ ესე რომ თუ რამე გარეთაც განათებული იყოს, რომ მე ჩემი სახლი ვიპოვო თუ ღამით უკან დაუბრუნდები. აჰა, ესე. ფაკლების აღარ მაქვს. უბედურება. ცოტა ფაკლების აღარ მაქვს. ველო, წითელი სახლი მექნება გაკეთებული, რადგან ანუ სხვა ხე არ არის რა. გარეთ ღამდება. ვაიმე! ეს რა არის? რა არის? ეს რაღაც დაიწერა ეხაბაკლია რაღაც პოსტრი მოახო? არა, გეხვეწებით არა? დედაგული გამისკდა მართლა. აქ დაიწერა რომ იმის გრძნობა გაქვს რომ ვიღაცა გითვალთვალებს, რომ ვიღაცა თან მოგზდევს. ნამდვილად ამის გრძნობა მაქვს. ვინმე არის? ვერაფერს ვერ ვხედავ. ვერავის ვერ ვხედავ. კაროჩე მე წავედი ქვიშის მოსაძებნად, წინ ქვიშის მოსაპოვებლად. ის რა ლამაზი ადგილი არის ეგეთი. დედა! ვაი მე ქრიფეს ვხედავ. ქვიშას ვხედავ. მაგრამ ძალიან დაბლაყო. ჩემი ეს რა არის? კაი გადავხტები. წინ! კიდე კაი. ოპა, მან ქუალს ვხედავ. კაია, მე ავიღებ. აუ, ნიჩაფირო და გამიტყდა. უცებ ყველაფერი ჩაწყნარდა. რას უნდა ნიშნავდეს ეგ? რაღაც მეშინია ხალხნო. ყველა ხმა გაჩუმდა. თითქოს და რაღაც უნდა მოხდეს. ქუალს ავიღებ ჯერ. არაფერი არ ისმის. დედა, კან მივდივარ სახლში. ამ ქუალის შემდეგ. ფლინტი, ეხნებ კარს ვიპოვე. ოპა ვიპოვე კარში ერთი ცალი მაქვს. მგონი კამერაც უნდა წამიღო. ვაიბე. გამისკდა. სულ იმის ლოდინში ვარო. რამეს დავინახავ. ის რა დაფრინავს. პეპელა დაფრინავს. ძალიან ქრიფი ტყე არ მინდა გითხრათ. ძლივს დავდგავ აქ ფანჯარას. შვენიერ. ეხლა უკვე სახლის გავს. ესე ტყეში ქოხში იცხოვრებდით? ეხლა რა კოუზი ადგილი არის, ოღონდ აი ეს უნდა შევცვალო. აი ესეთი მექნება იატაკი. ისევ ღამდება. რა უბედურება. ხე მჭირდება და უნდა გავიდე. და მეშინია მის გაკეთება, მაგრამ გაჩუმდი.
ეს მაშინია კაცო. აუ ჩონჭყი. არა ჩონჭყი. არა. ბიჭო ძალიან ის არის, ძალიან ძლიერია ჩონჩხი. წინაზე ორჯერ ჩამარტყა და ლამის მოვკვდი. მომხარეს წავალ, სადაც ჩონჩხი არ არის. ფარი მაინც გავაკეთო. ძალიან შორია ყველგან ეს ხეები. და მთაზე ვარ. აუ დღესი წავალ რა. რა მშვენიერი ღამი არის. დედა შეგნით შემოჯობია. ზომბის ხმა მესმის. დედა. ვაიმე, ეს ვიდარი. დედა არა თავახვევაკედა და არ მიდა თქვენი ხე კარგად იყავით აბა ხმალი წამართვა ხმალი გადამაგდებინა თუ მომპარა ხმალი ვერ მივხვდი არ გადამიგდია მე ჩანდაბა მაგის არავინ არ არის წყნარად შემიძლია მოვჩეყო ყეები არა მზეზე მაინც შემიძლია გამოვიდე ცოტათი გაშლილ ეს რა იყო ეგ ეს რა არის? ვიღაცა ცხრის ბლოკებს ჩემს ქვეშ. ეს ასეთი მაღალი ხეებია? ვა, მოგზაურობაში წავედი რომ რაღაც ვიპოვო. ვაუ, აუ ძალიან ლამაზი ადგილებია. ძროხები. მემჭირდება. ეს რა ზომბია? ამ ზომბს რა ჭირს? რატო ეგეთი? ძალიან შორიდან მხედავენ. ამ ძალიან ჭკვიანები არიან. ეს რაღაც დედა, ეს რა ჩემფეხებია? ეს რა და ისი მომები არიან? გას ვერ გავიგე? ცოტა ხე მჭირდება. ეს რა იყო ბად? პატარა ჩონჩხი დავინახე. დაბადიალობს პატარა ჩონჩხი. ვის გინახიათ პატარა ჩონჩხი კიდე? დაწყევლილ ტყეში ვარ სადღაც. აჰა, შვენიერია სახლი დავამთავრე. მეორე სართულის მინდა გავაკეთო ეხლა. ის ფიქრობ, ესე რო იყოს სასასვლელი ზემოთ. ვაიმე, ის რა არის ხალხნო? რაღაც დავინახე. ეს მობია? ეს ვინ? ჩემი ფეხები არის. გეფიცები დეზღამაკლდა თა ჩოჩხიც მოდის დამანებე დავიკაცო. ვერ დაიძინებ, ახლოს მონსტრებია. ჯანდაბა შენ, ჩონჩხო, მოდი აქეთ. მოდი აქეთ. всё, გაკეთებულ. ახლა წავალ დავიძინებ. გაათენდა დილა მშვიდობის. ჩემო კრიპი ტყეო. შენი კრიპი მაცხოვრებლებით. ომარ ნახეთ რა კოუზი ადგილი არის. ეს სურათები მაგალითად აქ რომ აქ. აუ, ტყავი მჭირდება. რომ სადღაც გავაკრა და აი აქ ზემოთ გავაკეთებ. კაი აზრია. ესეთ კედელს გავაკეთებ მოკლედ. სადაც შემიძლია მე სურათები დავათვალიერო. აჰა, ესეთი მექნება. აუ, მაშინ ტყავი უნდა ვიპოვო. ძროხები საპოვნელად წავალ მაშინ. ოკეი, მაშინ ისე ვიქ დავგაზავ, სადღაც დავინახე ძროხები, მაგრამ არ მოვკალი. მეთქი მე რძეს ავიღებ მაგათგან და დავტოვე არ მოვკალი. ვაიმე. რა ხმა იყო? სულ გეფცებით, სულ გონია რომ ვიღაც დამსდევს. ამ ხმების გამო ვიზმენები რასაც ქვია. კამერას დავიჭერ ხელში, თუ რამეს დავინახა უცნაურს. ეგრევე რომ გადავიღო, თუ არ დავიბნევი, რა თქმა უნდა. დედა! ვიღაცა მოდის, ვიღაცა დამსდევს. თქვენს გაიგონეთ სიარულის ხმა. ვიღაცა თითქოს და მიახლოვდებოდა უკან. თუ ვიღაცას დავინახავ, ეგრევე გადავიღებ. იმედია გონებას არ დავკარგავ. მოიცა. ეგ რა მჭირს? არა. ეს ვიღაცა მithვალთვალებს. რაღაც მდელოზე გამოვდივარ. საშინელ ადგილს მოვშორდე. რა ლამაზი ტყე არის, არ შემიძლია. ეს თხები მაშინებენ რა. რაღაც დიდი და თეთრია. თითქოს მოსიარულე დივანი არის და მაშინებენ. მოკლე ტყეში რო შევდივარ, ეგრევე ძალიან სასიამოვნო ხმები ისმის. ისეთი ბუნებო. დამტრეული პორტალი. აუ, აქედან რო გადავხტე, არ მოკვდები? წინ! კიდე კაი ხალხი. აუ, რა ლამაზი ადგილია, ვართლა შუაში რო არის. აი ეს შრეკის რაღაც მასა რო დაფრინებს რა არის. გეხვეწები, სკივრო, მომეცი რამე გამოსადეგი. Not bad. დამჭირდება კი ბატონი. აჰა, ხელში ამას დავიჭერ.
აუ, რა ლაბაზი ადგილი არის, მაგრამ როგორ ამოვიდე ახლა აქედან? კაბერა. ჩოჩხები. რაღაცა სხვა. სოფელი ვიპოვე და ჩოჩხები მომსწრებენ უკვე. ოღონდ, ოღონდ ცოტა ფრთხილად ჩადი ხალხო მთიდან. ჩავიმტრიე. ეს ჩოჩხი იყო. თითო. რარი. პური. უნაგირი რა ჩემფეხება მჭირდება, არ მჭირდება, მადლობთ. კიდევ ვიპოვე ხა. თურქიდან ვიპოვე. ეს სხვა არის. I'm sorry. არ მჭირდება მაშინ. ამაზე გეუბნებით, ეს ვინ ჩემფეხებია? ეს ვინ არის? რა მობები წამოვიდნენ? რაღაცა ჭამს. ვინ ჭამს მაგას? ორთავიანი ჩონჩხები? საჯანდაფაში ვარ მართლა? ხალხო დაწყევლილ ადგილას ვარ. რები ხდება, არ ვიცი. ხდება. გაცენდა და გავალ ახლა. ის პატარა ჩონჩხი არ დამსდევს, აბარაშვება. ვინა ხარ შენ? თითო. ის დამჭირდება. ხოლმე ხوار მოვკლა, რკინა რომ მჭირდება, მაგრამ მეცოდება. აბა შევიკრიბეთ. რა გაქვთ? რამე გაქვთ ნორმალური ერთი? თქვენი სკივრები მოვეცით, კაცს სკივრები არ აქვს. ოპა, ეს კაია. ამას ავიგებ. ამ სოფლებს არაფერი არ აქვს. ბომჟები ხართ? სორი, მაგრამ თქვენ საჭმელს მოვტეხავ. ერთი სკივრი გქონდათ. მე გადავიბიან ესენი. მე გადავიბი? ისევ ამ ტყეში შევდივარ. ისევ ამ კრიფის ტყეში შევდივარ. მაიცა. ეს ხო თავიდან დავინახე არა? რო გავჩდით. მაიცა კარუგი დავარტყი? თუ ეგ სხვა არის? ჯანდაბაღამდება, სახლამდე მივედი. გეუბნებით ამათ რა ჭირს? პოკემონია თუ რა, ანუ კიდევ ვფიქრობ, რომ აი აქ გავაკეთებ პატარა ფერმას, აი აქ, ცოტათი მიწას გავასწორებ. ეს თხა მან რა შვება? ჩემ თავს რო შემიძლია გადავუღო. რა მაგარია? სოფი ჯოხით. აი ესე გადავიღებ. ერთ კადრს. ოპა, ერთი კადრი გვაქვს. ძალიან ლამაზია. დედა, რისი ხმა იყო? ეს მოვიდა. ჰეი, ვერ ამოდიხარ. რას ყიდი, ზურმუხტი და რაღაც ნაგავს ყიდის. ჩემო ძმაო, რა თმინდა ეგ? ამოდი რა აქეთ. მარტო მაინც არ ვიქნები. ეს ტიპი ხო არ მოვკლა და ავიღო აი ეს აკლემები. არ ვიცი რამდენად კაი აზრია. ნუ მაფურთხებ. ჩანდავა. რა შორს იფურთხება? I'm sorry რა, მაგრამ ის მჭირდება რა, ხო ხვდები. ნუ იფურთხები. იფურთხები. Sorry, აი ეს მჭირდებოდა. კაი, ჯერ წავალ ჩემთან და როცა მაპატიებენ, მაშინ წამოვიყვან ჩემთან. ერთი. ვაიმე, მომსდევეთ. კარგი, გაჩერდი ხო? კარგი ხო? სხვა გამოსავალი არ მქონდა, ნუ მაფურთხებ. აქეთ მოვიდნენ, დედა. და მეორე სად არის? მეორე არ ამიღია, გე? всё, აღებული მაქვს. აუ, ტვინი გაღუნეთ. სურათი მინდა გადავუღო ამ მოფურთხებს. всё. ჩადი ხალო. ეს ვინ შეფეხები არის? თავიდან მეგონა მეთქი აი ეს შემოვიდა თქო. The fuck? ამათმა მაპატიეს უკვე? მადლობა, I'm sorry რა ხო ხვდები ახლა. მეძინა და თავზე დამადგა. აუ, აქ ხიდი რო გავაკეთე ძალიან კაი იქნებოდა. ეს თხები რას აკეთებენ? რას შემიძლია გამომადგეს ანუ? მშვენიერია ადგილი გავასწორე. შემდგომში რაღაც უნდა მოვიფიქრო ისეთი, რომ სწრაფად ჩავიდე მაგალითად დაბლა. აუ, წყალი უნდა დავითრიო საიდანღაც. საითაა წყალი? გონი იქით არის? ასე რომ ჩავალ ესე. ხელში კამერას დავიჭერ, რომ თუ რამეა. დედა რაღაც ნისლი დგას, არა და დღე არის. დედა! ვაიმე! სად? ყველაფერი სადაა გაქრა? არაფერი არ ერთვება ხალხო, ინვენტარი არაფერი არ მაქვს. სად გაქრა ყველაფერი? ვაიმე არა. ჩადება წავედი. ინვენტარი სად არის? ეს დავაჭირე. ეთი რატო გაითიშა?
Რაღაცას მიჩალიჩებს ეს სტივი, რომელიც სტივი არა სინამდვილეში. ეს ვიღაც ტიპი მაგალითად დაუშვათ აი აქ რომ მივამაგრო. ოპა, იდექი აქ. მეორე საწავიდა. დედა! ვინ დადის? ვიღაცა მომსდევს. არა. დედა ვერბოვასტარი გადაღება. არა. გადაღება ვერბოვასტარი ხალხო. ის აქ არის და მithვალ თვალებს. მასაც გავიყოლებ თან. წამოდი. შენს მეგობართან დაგაყენებ. ვაიმე! ეს ვინ იყო? ეს ვიღაც სხვა იყო. წითელი თვალები ქონდა. აუ ვერ მოვასწარი გადაღება ეგეც. გავაკეთოთ ესენი. ხობე გვჭირდება ბევრი. What the fuck ხალხო, ვინ ჩდება? ეს ვაფშე სხვა იყო, რაღაც შავი კაცი იყო. ვიღაც ახალი გაჩნდა. აუ ვერ ვიტან ესეთ კიდე აქ იყო. ვერ ვიტან ეგეთ კიბებს, რადგან ვერ ავდივა, რაღაც სხვა უნდა მოვიფიქრო ხალხო. ეს არ მევასება ეგეთ კიბე. ჩადი ღმერთო ვერ ვიტან ეგეთ კიბებს რა გეუბნებით. ცოტა დებილურად გამომივიდა, რადგან შუშას ფარავს, მაგრამ კიდე ეცით. ესე პრინციპში შემოღობილი რო იქნება, ვერავინ ვერ შემოიპარება ჩემთან. მოვთოხე ცოტა მიწა, შემდგომი ბაღისთვის. პრინციპში აქ შემიძლია ვიღაც მოვიყვანო ძროხა ან ღორები, რა ვიცი. აუ მოდით ამას გადავიღებ. დაჟე მოდით აი ეს თუ რა გავაკეთე მაინც. ოპა, თხად შემოვიდა კადრში, ზაკაი კადრი გამოვიდა. მოკლედ დღეს დავგუგლე თუ როგორ გამოვიღო სურათები ამ ფოტოაპარატიდან. ცოტა რთული ყოფილა, რადგან პორტალში უნდა წავიდეთ და მოკლედ პოტიონებისთვის რაღაც უნდა მოვიპოვოთ. 3 სხვადასხვა პოტიონი დაგჭირდება, რომ მე ეს სურათები გამოვიყვანოთ რაღაც სადღაც, მოკლედ არ ვიცი მე მზადჯერ ამისთვის არ ვარ თან. ბიბლიოთეკა გვჭირდება რომ რაღაც გაძლიერებული ტანსაცმელი გავაკეთო და ისე წავიდე პორტალში. ხომ მე თან ხმები. კიდე ერთი აზრი მაქვს, შევიპარო იმ კოშკში, სადაც ბევრი მობები არიან, მაგრამ შევიპარო მარტო გარედან და მოვუტეხო მაგათი ბიბლიოთეკა. რადგან სოფელში არ მინახია ბიბლიოთეკა, რაღაც ბომჟების სოფელი იყო, არაფერი არ იყო გამოსადეგი. ხო და ის კოშკი მახსოვს საიქითკენ არის და მაშინ სანამ დღე არის, ამ ბიომს ვერ ვიტან. ვიღაც დამსდევს. კამერა მიჭრევს ხელში. ვიღაც დამსდევს. ჯანდაბა მაინც ვერ მოვასწარი ძალიან ჩქარა ქრება, მინდა გითხრათ კამერის ეშინიან რაღაც ეგეთი. ნავი ვაიბერა ლაპაზია ყველაფერი. ნავს გავაკეთებ მაშინ. არა, რაღაც ის მტრევის ხმა მესმის. ჩევი. ღმერთო. ბამბუკიც ვიპოვე ძლივს ხალხო. ძლივს არ ვიპოვე ბამბუკი. ანუ აქ მართლა ისეთი ტყე არის, ისევ ეს რაღაც ცეცხლი. აქ მართლა ისეთი ტყე არის, ანუ თითქოს და მკვდარია, რადგან არც ცხოველები არ არიან, არც არაფერი გამოსადეგი არ იზარდება. აკე ვიპოვე, სადღაც მდელოსთან იყო ხო გითხარით? მედია არავინ აქედან არ ჩამაგდებ, თორემ მაგრა დამერხევა ეგრევე მოვკვდები. ბიბლიოთეკას ვხედავ ხო, ეს ზუსტად ის არის, რაც მჭირდება. მომცა? კი, ჯაჭვი მომცა. დედა! პირიქით დავდივარ. ჯანდაბა, დაღლილობა დამადეს. ვიღაც მეჯიქები არიან მანდ როგორც ხვედები. ჯანდაბა მაგის. ვაიმე ეს ვინ არის? ეს ვინ არის? ეს რა შეფეხებია? წავიდე აქედან. ესენი ვინები არიან? ნამდვილად არ მინდა აქ მოვკვდე. ნამდვილად არ მინდა აქ მოვკვდე. ხვიე აქედან. არა. კარა წადით.
დავსტევენ. არა ხალხო, ძალიან აპასნი ადგილია. რამდენიცაც შევძლებ. სანამ ისი პიქსები თუ ვიღაცები არ არიან. სკივრი. ის რეები ვიპოვე ხალხო. ვაი, ერთი ხილა კი არ აქვს აღების. საბერი რაღაც ვიპოვე ხალხო. რამდენი წიგნი მაქვს? 45 მეყოფა? ვაიბე, ვიდარი? არა. ჩატაბა არა ხალხო წავედი აქედან. წყლით წავალ. ხალხო ეს როგორ გაუბედი არ ვიცი. ძალიან აფასი ადგილი არის. აბა როგორ ისდება ჩემი რაღაცები ძალიან ელა ისდება. ეს იმედი არ გამიფუჭებს არაფერს რომ დახტის აქ. კარი რატო იყო ღია? არ ვიცი. ნამდვილად. ვა, ეს რამდენი რაღაც ვიპოვე? ძალიან დაბლა ჩამოვკიდე, მაგრამ რა ვქნა სხვანაირად არ იყიდება. 45 წიგნი მაქვს, რამდენი ბიბლიოთეკის გაკეთება შემიძლია? აბა, ეხლა ვნახოთ. 19 ბიბლიოთეკა მაქვს, ანუ მეყოფა. აი აქ ფიქრობ ზემოთ დავდგავ. აი, პრინციპში სულ ცოტა მაკლდა. კიდე 3 ბიბლიოთეკა მჭირდება. კიდევ ერთხელ და წავიდე იქ, არ ვიცი, არ მინდა დიდად. დილებს შევიდების. დაინახე დარტყავენ არის. დედა, ამათ რა ვაჭამო, სიცოცხლე მოემატოს კაცო. აი აქ დავთისავრა ბამბუქს. მაინც 2 ცალი მაქვს მარტო. პრინციპში, კარგად მიდის საქმეები ნელ-ნელა. აი ნახეთ, აქ ოდნავ გადმოვდივარ. ვხედავ. ამ ტიპს ვხედავ. გადავიღე. მithვალ თვალებს. მაგასთან სელფი არ გამოვა, სად იყო? მე მინდა გავხედავ. გაკრადა მაგითო. დაწყევლილი ტყის გარშემო ვცხოვრობ. მინდა რაც უფრო მალე შევიდე პორტალში, რომ ვნახოთ რა გადავიღე. აი ესეთი ფოტო ჩარჩო კეთდება, აი ამ ჩარჩოთი. მოკლედ, ამაში მე შევძლებთ სურათების მიმაგრებას. აუ ეს აღარ არის კარგი. არ მყოფნის ადგილი კაცო, უფრო უნდა გავაფართოო რა. მოკლედ, იცი რას ვფიქრობ, ეხლა ავიღებ ალმასის წერაქვს და წავალ ვიპოვე იმ დანგრეულ პორტალს, გახსოვთ? და უბრალოდ ავიღებ ობსიდიანს. ყველაზე მარტივი გზა არის. ახლა სანამ აქ პორტალს ვეძებდი, შემომიღამდა. პორტალი ვერ ვიპოვე, აღარ მახსოვს სად იყო, მაგრამ ვიპოვე ეს სოფელი და ვფიქრობ ტყავს არ მინდა ცხენის მოკლა, მაგრამ ტყავი მჭირდება. ეს ტყავს არ მაძლევს ესენი? ცხენები ტყავს არ მაძლევენ? დედა! ბურა სწრაფია ეგ პატარა ჩონჩხი. აუ არა, ესენი არ მაძლევენ, მოკლედ კაირით ყვილად არ მოუკლავ მაშინ. არ მაძლევენ. რეებს აკეთებ. იქ დაბლა ვიყავი? მგონი იქ დაბლა არ ვიყავი. შეიძლება ბიბლიოთეკას ვიპოვე, რაც მაკლია. ხო, აქ არ ვიყავი, აგე კიდე ერთი ის არის პოტიონებისთვის. სკივრი არ გაქვთ. რანაირი სოფელია მართლაც. ეს დაგჭირდება. მგონი ყვითელი საღებავი დაგჭირდება იმისთვის რომ სურათი გავაკეთოთ. დედა, ის ტიპი მithვალ თვალებს ჯანდება მაგის. შეხედეთ ხალხო რა ადგილას მოვხვდი. ძალიან მაღალი ბალახია. დედა, ვაიბე, ეს ვიდარი. ეს იმ სახლიდან გამოვიდა თუ რა არის? არის მაგრამ ვიღაც ბუზი არის და არ უკვდებატო. ბუზი რაღაც firelight მომც არ ვიცი რა არის. მეშინი ახლა მან მიახლოება. ახლა შახტაში მომიწია ჩასვლა, რადგან პორტალი ვერ ვიპოვე, ძალიან სისულელე აზრი იყო და ისეთი ხმებია, რომ ფაკელი ჩაქრა. ვაიმე. დაინთო. ვიღაცა არის ამ შახტაში. ალმასებსაც ვხედავ ზემოთ, რადგან ძალიან ქვემოთ ვარ ჩასული. ძალიან მეშინია ხალხნო. ამ შახტაში მობებიც კი არ იყვნენ და ვიყავი სულ მარტო. ნუ მე მასე მეგონა. მე ძლივს მოვედი სახლში. ეს კარი სურატო არის ღია? თითქოს და ვიღაცა სპეციალურად აღებს. სუღია, ორჯერ იყო უკვე დატოვებული, ეს ღია. მე არ დამიტოვია. იტოქში ვიპოვე 4 ალმასი, ცოტა ოქრო, რაც არ მჭირდება სკივში ჩავდებ ჯერ. ძალიან ბევრი ნაგავი მაქვს. შვენიერია პორტალის აშენება შემიძლია, მაგრამ არ ვარ იმისთვის მზად, რომ წავიდე პორტალში. უნდა გავაძლიერო მანამდე ყველაფერი და ისე წავიდე. ჯერ არ ვარ მაგისთვის მზად. სამწუხაროდ, კიდე ბიბლიოთეკები მჭირდება, მაგრამ ეს არის დება.
ჭირდება. ჯერ მოვაგროვებ ჩემ კარტოფილს. გაიზარდა ვერ მივხვდი. ამას ჭამთ? ო, ჭამენ. მართლაც ჭამენ საყვარელი. რა არის? იქ დაფრინავს რაღაცა. სულ მგონია რომ ვიღაცა სადღაც დგას და მithვალთვალებს. მოჯადოების მაგიდა შემიძლია ჯერ გავაკეთო, ასე რომ ამას ავიღებ და დავდგავ ზემოთ. ამაში მერე მოგვიწევს სურათების გაკეთება. საჩალიჩოა. მაგრამ იმედია ცოტა ხანში გავაკეთებთ. რაღაცებს გავაძლიერებ უკვე. აი ეს ტანსაცმელი რო გავაძლიერო, დავუშვათ. ანუ რაც არის გავაძლიერებ რა. ცუდი არ არის. ნელ-ნელა იზრდება ბამბუკი, ღმერთო როგორ მოხდა. ძალიან ნელა იზრდება რა და მასე არასდროს გავაკეთებ ამ ბიბლიოთეკას. ცოტათი მოსავალს მოვყრიფავ. ოქროს სტაფილო შეჭმა ხო შემიძლია. ოქროს სტაფილობა. მოკლედ მიწევს რომ კიდევ ის ბიბლიოთეკები ავიღო. ისე მან უნდა წავიდე. ეგრევე ქარი გაჩუმდა. შევედი თუ არა ტყეში. მე ხო ის მქონდა კაცო ნავი. მათ კიდევ ერთს გავაკეთებ, რადგან დედა ხბერთო ას მიახლოვდება. ცოტა ბალი გავაკეთებ ნავი, გავწურვოთ აქედან. ოპა. ის რა არის? გულისრევი, შეგრძნება და მედო. არ ვიცი რატომ მედება. აზე არ ვარ. იგას მიახლოვდებოდა ისევ. ჩემთან გაჩნდა და ინახეთ. წყალზე. წავედით, საკმარისი ავიღე. საქმე გაკეთებულია. წავედით, ახლა გავაკეთოთ ბიბლიოთეკა. საკმაოდ სიწყნარია, დიდად არ მინდა ამ ტყეში ვიხმაურო. ვაიმე! ეს რა არის? დედა! ვაიმე აქედან როგორ ავიდე ზემოთ? თანტეპილობა ადგილას ვარ, მინდა გითხრათ, რომ სახში სწრაფად ვერც ამოხვალ, ანუ ეს რა არის? წყალი ხო არ ჩაუსხა დაბლა, რომ წყლით მარტივად ამოვალ. უფრო სწრაფად, სანამ ვიღაც მონსტრი დამეწევა. მასაც ვიზამცით? პრინციპშია ესე. აქედან წყალს ჩავასხავ. იქნებ და ვიღაც მონსტრი გამეკიდება და მე ვერ გამექცევი რა ფიზიკურად. მე კიდე კაირო წიგნები ავიღე მანდ. თორე ეს ბამბუკი არასდროს გაიზრდება, ხო იცით. მოკლედ ახლა ყველანაირად უნდა გავემზადო. იმისთვის რომ წავიდე პორტალში, მეთქი ვიღაცა იდგა ჩემს უკან. მოკლედ ვემზადები და მივდივართ პორტალში. ერთი რაღაც მაინტერესებს, ეს ტოტემი რა არის. შევამოწმოთ როგორ ფიქრობთ? აქ დავდგები ესე. ეს იჭმევა. ვაიმე. ეს რა დამემართა? პროსტა თამაში და გამომაგდო. არაფერი ძალიან საშინელებო არ ყოფილა. მე მეგონა იმენა რაღაც გაჩნდებოდა და მოგვიწევდა მაგასთან ბრძოლა. ნადირობდი ობობებზე, მოვკალი კრიპერი, ზომბი, ვიღაც ჯაბახანა ყუნის. შემდეგ გავაკეთე ალმასის ხმალი, გავაძლიერე, რკინის მუზარადეს გავაძლიერე, ავაშენე პორტალი, გადავიღე სურათი პორტალთან და შევედი. შევაგროვე ყველაფერი, რაც დამჭირდება პოტიონებისთვის, ასევე ვიპოვე ციხესიმაგრე. ეხლა გავამზადებ ყველაფერს, რაც დაგვჭირდება პოტიონებისთვის. პოტიონების რაღაცებსაც აქ დავდგავ. ისევ არის კარი ღია, მოკლედ ვიღაცა, ეგ ტიპი აღებს ჩემს კარებს. დამპალი ეგ. მოკლედ ეს ელემენტი კი არა, ეს ფირი უნდა ავიღოთ და მგონი დას გადაგჭირდება. ესე და ესე. ხო, და ესეთი რაღაც გამოდის, ამას ვიღებთ. ვაიმე ის გაქრა. ვაუ, რა მაგარია. ისევ არის ღია, შემოდით ვინც გინდათ რა. ის ვიღაც დამპალი მოკლედ აღებს ჩემს კარს. მოკლედ ხალხნო, ეს არის ეს სურათები. ეს არის ჩვენი პირველი დღე. ეს კოშკი გახსოვთ ხო? ეს მოკლედ პირველ დღეს რო დავინახეთ რაღაც ცეცხლივით, რაღაც სიმციმი. ეს პირველი ღამე. საკმაოდ კარგად ჩანს სურათები. ეს მგონი შემთხვევით გადავიღე. ეს რაღაც რო დავინახე, ეს მობი არის რა. არაფერი ისეთი უცნაური
ორი. ეს გადავიღე როგორი ფურთხებოდნენ ისინი. ეს ჩემი სელფი. ხელი დავიჭირე იმ ვიღაც სტივის, ხელი დავიჭირე. ეს ტიპიც ვიღაც შავი ტიპი არ ვიცი. ეს ისევ ჩემი სელფი თუ როგორ გავალ ამაზე ჩემი ადგილი, ჩემი საცხოვრებელი ადგილი. ესეც დავიჭირე, მაგრამ იბრუნებული არის. და ეს შახტაში ოფსიდიანს რო ვთხრიდი, ეს ტიპი მithვალთვალებდა. საკმაოდ მაგარი მოდია. მე ამაზე დავასრულებ ამ დიდ ვიდეოს. იმედია მოგეწონათ. თუ გინდათ ამ სერიის გაგრძელება, დამიწერეთ კომენტარებში, დაალაიქეთ ვიდეო. ხოლო მე ამას დაგემშვიდობებით და ჩვენ შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში. ნახვამდის.